მოგესალმებით ყველას, ახლოვდება დედის დღე და თუ თქვენც ეძებთ იდეებს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სკოლაში დააბატიჟოთ მშობლები და შვილებთან ერთად აღნიშნოთ ეს დღე, მაშინ შესაძლოა ეს აქტივობები გამოგადგეთ. პირველი, აჩუქე ემოცია, გამომხნევებელი ბარათები. მასწავლებელი გააკეთებს შესავალს, რომ ყველას გვაქვს რთული სიტუაციები, დედებსაც და შვილებსაც. ყველას გვჭირდება ხოლმე გამხნევება. თითოეული მათგანი მოიფიქრებს 5 ან მეტ ისეთ ფრაზას, რომელიც რთულ სიტუაციაში დადებით ემოციას გამოიწვევს. დედები და შვილები ერთმანეთისათვის ამზადებენ ასეთ ფრაზებს და შესაძლოა ილუსტრაციებსაც. ბოლოს გაცვლიან და წაუკითხავენ ერთმანეთს. რეფლექსია. სწორად შეძლეს თუ არა ერთმანეთისათვის საჭირო სიტყვების პოვნა? შესაძლოა მივაწოდოთ მაგალითებით, რომ მე მჯერა შენი. გახსოვდეს, რომ მე სულ შენთან ვარ. მე ყოველთვის ვამაყობ შენით. მე შენი ღიმილის წარმოდგენა მაბედნიერებს. ვფიქრობ, ძალიან ემოციური აქტივობაა და ერთმანეთის გაბედნიერებისთვის ერთ-ერთი ძალიან კარგი გზა. მეორე. თოჯინების თეატრი დედასთან ერთად. ბავშვები და მათი დედები ერთად შექმნიან პატარა თოჯინების თეატრს, სადაც გაითამაშებენ მცირე სცენას. მაგალითად, დედა-შვილის ცხოვრების ერთი დღე. მათ შაბათი დღე უნდა დაგეგმონ ისე, რომ ბედნიერად გაატარონ დრო ერთად. ამ სცენას დადგამენ თოჯინების საშუალებით. ძალიან მარტივია თოჯინების შექმნა, მხოლოდ ამობეჭდილი ქაღალდებითა და მისაწებებელი ჩხირებით შეგვიძლია, ან წინდებით როგორც ილუსტრაციაზეა, შესაძლოა წინასწარ ვთხოვოთ, რომ მოიტანონ სათამაშოები და ასე შემდეგ. პოეზია და მოთხრობები. ბავშვები თვითონ შექმნიან პატარა მოთხრობებს, კომიქსებს ან ლექსებს დედაზე, ხოლო შემდეგ დავპატიჟებთ მშობლებს და მოვუწყობთ სიურპრიზს. მოსწავლეები თვითონვე წაიკითხავენ რიგრიგობით. თუ ფიქრობთ, რომ კლასის შესაძლებლობებიდან გამომდინარე წყვილებში მუშაობა უფრო კომფორტული იქნება, შესაძლებელია გაკეთდეს წყვილებშიც და იყოს ზოგადად დედაზე და არა კონკრეტული მოსწავლის მშობლის მისამართით. მიზანია დავინახოთ თუ როგორ ესმით ბავშვებს დედის როლი და როგორია მათი ემოციები დედაშვილობასთან დაკავშირებით. დედა მხატვარი. თამაში. დედა-შვილი სხდებიან ერთმანეთის პირისპირ და იწყებენ ერთმანეთის პორტრეტის ხატვას. შესაძლოა დახატონ საუკეთესო დღე ერთად. საინტერესოა, ვის რომელი დღე გაახსენდება როგორც საუკეთესო. შესაძლოა დედისა და შვილის ვერსია განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგან. თუ ფიქრობთ, რომ პორტრეტის იდეა ნაკლებად მისაღებია თქვენთვის, შესაძლოა ასეთი იყოს ინსტრუქცია. დახატეთ საუკეთესო დღე ოჯახთან ერთად და ბოლოს დედა და შვილი გაცვლიან იდეებს და ნახავენ თუ რომელი დღე გაახსენდათ მათ და ამ აქტივობის მიზანია დადებითი ემოციების გამოწვევა, მოგონებების გახსენება და ასე შემდეგ. კომიქსი სუპერგმირებზე. დედა-შვილმა უნდა მოიფიქროს კომიქსი, სადაც მათი მთავარი მისია სამყაროს გადარჩენა იქნება. მათ კი ისეთი თვისებები უნდა ჰქონდეთ, რაც სამყაროს გადაარჩენს. შექმნან მინი წიგნი. ასე დრო შესაძლებელია წინასწარ დავახვედროთ ფურცლებისაგან აკინძული პაწაწინა წიგნის ვერსია, რომ შემდეგ ამაში დრო არ დაიკარგოს, ვუთხროთ ინსტრუქცია. შესაძლებელია მათი მთლიანი ოჯახი იყოს კომიქსის გმირი. ან შესაძლებელია მცირე ჯგუფებშიც მუშაობა. თითოეული აქტივობა შესაძლებელია მოარგოთ კლასის ძლიერ მხარეებსა და მოსწავლეების რაოდენობას. მომღერლები და მოცეკვავეები. დედებს ვთხოვთ წინასწარ შვილებთან ერთად მოიფიქრონ ცეკვა ან სიმღერა, რასაც დედის დღეზე შეასრულებენ. დედის დღეზე კი ყველა მოსწავლე და მათი დედიკო შეასრულებს თავის ნომერს. ერთმანეთს წარუდგენენ, შეაქებენ, იქნება მხიარულება და შესაძლებელია წინასწარ სერტიფიკატებიც კი გადავცეთ მათ. დავამზადოთ უпростоრად წინასწარ. გააჩნია როგორ წარმოგვიდგენია. თუ მოგწონთ ეს აქტივობები, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა მეტი სიახლისათვის. ახლა კი შემდეგი. ვიდეო სიურპრიზი. ბავშვებთან ერთად წინასწარ ჩაწერთ მცირე ვიდეოს, სადაც თითოეული მათგანი საუბრობს, თუ რატომ უყვართ მათი დედა და რა გაუხარდათ ყველაზე მეტად. ამის შემდეგ კი ყველა ერთად ვუყურებთ ვიდეო რგოლს. ეს არის ძალიან ამაღელვებელი, ნამდვილად სიურპრიზი არის და ყველა დედას ექნება ალბათ ძალიან მძაფრი ემოცია.
თუ ამ აქტივობისთვის მშობლობის მოწვევას ვერ ახერხებთ, ტექნიკური მხარდაჭერის ან სივრცის არ ქონის გამო, შესაძლებელი არის, რომ წინასწარ ჩაწეროთ ვიდეოები და მშობლებს გადაუგზავნოთ. თუმცა ერთად ნახვა გაცილებით ამაღელვებელი იქნება, რადგანაც დაინახავენ ერთმანეთის ემოციებს. ბოლოს კი ცეკვავთ ყველანი ერთად. შესაძლებელია ნებისმიერი მუსიკის ჩართვა ან ეგრეთ წოდებული ჯაზ დენსების შერჩევა, სადაც პირდაპირ ცეკვავენ მოცეკვავები და ჩვენ უბრალოდ ვიმეორებთ. მიზანი კი, რა თქმა უნდა, მხიარულად დროის გატარებაა. და კიდევ ერთხელ იმისი გააზრება, რომ დედები და შვილები საუკეთესო მეგობრები არიან და ეს ყოველთვის ასე იქნება. ერთად მხიარულად დროის გატარება კი ჩვენი ერთ-ერთი სუპერძალაა. თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად? გამოიწერეთ ჩვენი არხი და თვალი ადევნეთ სიახლეებს. დიდი მადლობა!